საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ავალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული მიხეილ სააკაშვილი კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს, ნათქვამია განცხადებაში. ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. არსებობს ძალიან დიდი მიზნები, რომელშიც საქართველოს ამ მიზნების შესრულებაში ჩართულია. ჩვენ გვინდა ვიყოთ უსაფრთხოების სისტემის წევრი და ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გავწევრიანდეთ, მაგრამ ამავე დროს არის ამოცანები, რომელიც ამ რეალობას შეესაბამება და ამ შემთხვევაში ანტიტერორისტული სამშვიდობო მისიები და საქართველოს მონაწილეობა იქ როგორც სრულუფლებიანი პარტნიორის ამ კოალიციის, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის ქვეყნების და შემდეგ გარკვეული სახეობის, ასე ვთქვათ, მცირე კორექტირებაზეა საუბარი, ეს განხორციელდება საფრანგეთის შენაერთებთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წაგზავნილები, ჩვენი სამხედროები იქ ძალიან ღირსეულად წარმოაჩენენ თავიანთ ქვეყანას.